რომელიც ეფუძნება ჩვენს მონიტორინგის შედეგებს სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ 10-მდე პირის საქმე დავაიდენტიფიცირეს, სადაც იკვეთება არასათანადო მოპყრობის შემთხვევები და ამ საქმეებზე სამწუხაროდ ამ დრომდე არ ჩატარებულა სათანადო გამოძიება, ეფექტიანი გამოძიება. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საი აკვირდება სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც კავშირშია პროტესტთან და ამ საქმეების განხილვისას გამოიკვეთა, რომ 10 მათგანი საუბრობს არასათანადო მოპყრობის სხვადასხვა ფორმაზე, რომელიც მათ განიცადეს დაკავებისას ან დაკავების შემდგომ ტრანსპორტირებისას ან პოლიციის განყოფილებაში. ეს პირები არიან საბა სკვიტარიძე, რევაზ კიკნაძე, ნიკოლოზ კაცია, ანატოლი გიგაური, დავით ხომერიკი, დავით ლომიძე, თემურ ზასოხაშვილი, არჩილ მუსელიანცი, ანასტასია ზინოვკინა და მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ჩვენ მათ შორის მის საქმეს საადვოკატოდ ვაწარმოებთ და შესაბამისად ამ ფაქტზე არაერთხელ ვისაუბრია, თუმცა ჯამურად ეს 10 პირი იკვეთება, ვის მიმართაც არასათანადო მოპყრობა განხორციელდა, ისინი საუბრობენ ასეთ ფაქტებზე, მაგრამ ეს საქმეები ამ დრომდე არ არის გამოძიებული. ჩვენ განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ის, რომ იმ პირობებში, როდესაც ისინი კვლავ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში იმყოფებიან, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულები ამ დრომდე ეფექტიანად არ არის გამოძიებული. 9 პირს ამათიდან არ აქვს ამ დრომდე მიღებული არც დაზარალებული სტატუსი. ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ დაუმთავრებია გამოძიება არც ერთ ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე და არ გამოულენია პასუხისმგებელი პირები, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლებს გარკვეულწილად აძლევს საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობას, ის რა თქმა უნდა ვერ ჩაანაცვლებს იმას, რომ ისინი სათანადოდ არიან ჩართულნი ეფექტიან გამოძიებაში, რადგან ეფექტიანი გამოძიება ზოგადად 5 კრიტერიუმით ფასდება და ეს 5 კრიტერიუმი ამ შემთხვევაში არ არის სახეზე. კერძოდ გამოძიება ეფექტიანად რომ ჩაითვალოს, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი, მისი ადეკვატურობა არის მნიშვნელოვანი, გამოძიების სისწრაფე, საჯაროობა და მასში დაზარალებულების ჩართულობა და აი ამ კომპონენტებს მიმდინარე გამოძიება ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა ვალდებულნი არიან, მათ შორის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია, რა უშლის ამ გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას ხელს და რატომ აქვს ამ დრომდე სინდისის 10 პატიმრიდან მხოლოდ 9-ს დაზარალებული სტატუსი იმ პირებს, რომლებიც კიდევ ერთხელ გავუსვამხას, საუბრობენ არასათანადო მოპყრობის სხვადასხვა შემთხვევაზე, რომლის მსხვერპლნიც ისინი გახდნენ დაკავების ან დაკავების შემდგომ პოლიციის განყოფილებაში. ჩვენი შეფასებით, მათ მიერ სასამართლო პროცესებზე თუ ისე გაჟღერებული არასათანადო მოპყრობის ისტორიები აკმაყოფილებს სისხლის სამართლის იმ მუხლებს, რომელიც მოიცავს წამებას, არასათანადო მოპყრობას, დამამცირებელ მოპყრობას და აი ამ მუხლების კვალიფიკაციაში შეიძლება ჩდებოდეს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება სწორედ აი ამ მუხლებით მიმდინარეობდეს, რაც ასევე პრობლემაა განსახილველ საქმეებში.